ჩვენას საფრთხილო შტაბმა რაღაცები გაითვალისწინა, იყო ცვლილებები მოუგეთ ბულგარეთს დამაჯერებლად, მაგრამ არის ნიუანსები, ასპექტები, რომლებშიც კვლავ მოსამატებელი გვაქვს. რომელი ფეხბურთელი მომეწონა ყველაზე მეტად ბულგარეთთან შეხვედრაში? ესპანეთმა თურქეთი გააცამტვერა და 6-0 გადაუარა. ჩვენმა კალათბურთელებმა კი დაამტკიცეს, რომ როდესაც აუთსაიდერი ხარ და სრულიად უიმედობის ჟამი გიდგას, შეგიძლია რომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს გრანდს მოუგო, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია სპორტში და აი ამ მაჟორულ ტალღაზე მოდი საინტერესო ტაქტიკურ ანალიზზე გადავიდეთ, დღეს ბევრი დეტალი მოგიმზადეთ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ. და ბოლოსკენ გათამაშებასთან ერთად ერთი საინტერესო ამბავიც გელოდებათ, ასე რომ ვიდეოს ბოლომდე ჩაუჯექით. სანამ ეხლა ანალიზის ნაწილს დავიწყებ და იქამდე ორი წამის საქმე, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო და დაწერეთ კომენტარები. პირველი თემა, შემადგენლობას უნდა შევეხოთ, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდით რომ იქნებოდა ცვლილებები პრესკონფერენციაზე, რომელიც ვილიმ გამართა, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ცოტა სხვა რაღაცას ველოდით, არ იყო ის მოსმენაც ჩვენ მწვრთნელისგან გვინდოდა. მაგრამ შემდეგ უკვე საქმით დაამტკიცეს, რომ თავიანთ შეცდომები ნაწილობრივ აღიარეს, რაც თურქეთთან იქნა დაშვებული და ის შემადგენლობა ვიხილეთ ბულგარეთთან, რომელიც უნდა ყოფილიყო. იყო 4-3-3 კი, ბულგარეთის და სომხეთის მსგავს ნაკრებებთან შეგვიძლია რომ გავრისკოთ და ნელ-ნელა მოუმატოთ 4-3-3 თამაშს. კარგი იყო რომ ლოჩაშვილი გოგლიჩიძის დუეტი ვიხილეთ დაცვაში, მარცხნივ იყო აზაროვი, ნიკა გაგნიძე დაიმატა ნახევარდაცვას თავიდანვე და ძალიან კაი თამაში ჩაატარა და ნუ წინ ტრიო რა თქმა უნდა უცვლელი იყო. რა თქმა უნდა მაინტერესებს თქვენი აზრი ჩვენი დაცვის დუეტის ახალი დუეტთან დაკავშირებით, ლოჩაშვილი გოგლიჩიძის თამაში როგორ მოგეწონათ და ნუ სამომავლოდ საკმაოდ ხშირად მოუწიოთ შეიძლება ერთად დგომა დაცვის ცენტრში. კაშოს თემასაც უნდა შევიხო აუცილებლად, ყველა ელოდა ალბათ რომ მოხდებოდა ცვლილება, მოხდა კიდეც დარჩა თადარიგში გურამი და აუცილებლად უნდა ვახსენო ის ჰეითი, ასე ვთქვათ, სიძულვილის ენა, რაც მოდის ჩვენი ნაკრების კაპიტანის მისამართით. ცრუცხრიანში რა კრიტიკაც გვაქვს ჩვენ, ანუ ტაქტიკურ ჭრილში, ხო? სუფთად სპორტული თვალსაზრისით, ეს სხვა ამბავია და რა სოციალურ ქსელებში რაც ხდება, ეგეთ დამოკიდებულება არასწორია, ანუ რა, არ შეიძლება ნებისმიერ წევრს ნაკრებში სულ ერთია კაპიტანია თუ რიგითი 26 კაცი განაცხადში. არ შეიძლება ეგეთ დამოკიდებულება შენ ნაკრების ფეხბურთელისადმი გამოამჟღავნო. და ნუ მე პირადად ბევრს გონია ეხლა რომ ნაკრებიდან გაგდებას და კარიერის დამთავრებას და რაღაცებს ვემხრობი აშიასი, ანუ რასაც ვამბობ არის ის რომ კონკრეტულად აი ამ სქემისთვის კაშო აღარ გამოდგება, იმიტომ რომ ნუ ვისაუბრე წინა ვიდეოში ვცლად მაგაზე რატომ და რატომ ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ ლიდერი არის გასახდელში ნაკრების ხასიათით და უდიდესი გამოცდილებით და ვემხრობი რომ ჯერ კიდევ იყოს ნაკრებში თადარიგში, ნუ შეიძლება ცვლილებაზე გამოგადგეს და ასე შემდეგ თამაში დაკეტა და კიდეც ერთი ცველის დამატება და ასე შემდეგ რა იცი რაში გამოგადგება და რა თქმა უნდა მენტალურად აუცილებელია რომ ნაკრებთან და ბიჭებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ახლოს იყოს. ნაკრებიდან მოკვეთა სხვა რაღაცაა და გუნდთან ერთად რო რჩევი და ცოტათი როლს თმობდა აი თადარიგის ფეხბურთელად იქცევი, ეგ უკვე საერთოდ სხვა რაღაცაა რა. აი ზლატანი შვებოდა ბოლო წლებში მილანში რო იყო მაგალითად ეგეთ რაღაცას. ხო, ანუ აი ამ თემას უნდა შევხებოდი აუცილებლად და ნუ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დაწერეთ კომენტარები და რა თქმა უნდა კორექტულობის იმედი მაქვს როგორც ცრუცხრიანის მაყურებელს შეშვენის. გადავიდეთ ახლა ვიდეოების ნაწილზე და პირველი აუცილებლად უნდა შევეხო აზაროვის თამაშს. ბულგარეთი წეგანაც ვახსენე რომ საკმაოდ დაბალი დონის ნაკრებია და აი ბერბატოვის დრო რო იყო და ბოჟინოვი რო ყავდა და საერთოდ ახლოსაც არ არის იმ გუნდთან. და ანუ ამ გუნდთან ეხა მოგების შემდეგ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, ძალიან კაი რაღაცები გამოიკვეთა, ნიუანსები, ამაზე ვისაუბრებთ ცლად, მაგრამ აზაროვის თემას იმიტომ ვეხები რომ ახან 4-3-3-ზე გადავდივართ, ხო? და ანონსდა ეს და ბევრჯერ ახსენა ხიზანიშვილმაც, ანილმაც. გამოჩნდა, რომ აი ამ სუსტ გუნდთანაც კი სულ 1-2 მომენტი ჰქონდათ და რამდენჯერმე გადმოცდნენ გააზრებულად ჩვენს ცენტრს. ბულგარელები და კადრებსაც უკვე ხედავთ, ანუ აზაროვმა თავისი მონაკვეთი ზონა ჩააგდო. ერთ შემთხვევაში დაზღვევა ვერ გაუკეთა ლოჩაშვილს და გოგლიჩიძეს. მარცხენა მცველის მოვალეობა ეგ არის, რომ დაზღვევაზე სწრაფია და ანუ ცენტრალურ მცველებს ეგ უნდა გაუკეთოს. და აქ ხედავთ როგორ იდგა და ანუ ჩაუქროლა, მამარდამ არ ვიცი, აქ რო გოლი გასულიყო. საერთოდ სხვა სცენარი იქნებოდა, ეგ აღნიშნეს პრესკონფერენციაზე, ხიზანიშვილმა ეგ თქვა.
და ზოგადად მარტივია ფეხბურთში რა სწრაფ გოლს როცა უშვებთ, თან თურქეთთანაც სწრაფი გოლი გაუშვით და ბულგარეთსაც ეგათლა ქონდა მატჩის შემდეგ მაგათაც თქვეს რომ ეგრევე ვეცითო რა რომ ცუდი ხასიათი ქონდა თუ გამოყოლილი ქართველებს რა წინა მატჩიდანო და ეგათლა ქონდათ. და არ ვიცი, ეგ იყო ერთ-ერთი კი არ თავად გადამტეხი მომენტი იყო მამარდას ეგ სეივი რა. ლივერპულმა ცოტა გაითვალისწინოს უკვე დრო არის. და მეორე ტაიმშიც იყო ერთი მომენტი კიდე აქ ზონა ჩავარდა ისევ ძალიან დიდ სივრცეში მიიღო ბურთი ბულგარელმა შემტევმა და მერე პასი გაკეთა მწვავე მომენტი იყო აქაც თუ გადავრჩით. შემდეგი მეტოქი არის ესპანეთი მესამე ტურში გველოდება ნახეთ ყველამ რა დღეს ჩააგდეს თურქეთი და სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ აი ამ წერტილიდან მნიშვნელოვანია ზუსტი თამაში და რაც შეიძლება ნაკლების სივრცის დატოვება ჩვენი მეტოქეებისთვის და რა თქმა უნდა როგორც ვაკეთებთ ხოლმე ცრუცხრიანში ესპანეთის საქართველოს მატჩის წინაც პრეანალიზი გვექნება. ლოჩაშვილის ყვითელი ბარათის უნდა ვახსენოთ აუცილებლად მეორე ანუ პირველ შეხვედრაშიც მიიღო ყვითელი ამჯერადაც მიიღო და გამოტოვებს შემდეგ შეხვედრას რომელიც გვეხება ესპანეთთან. თურქეთთან იქნება, მაგრამ ესპანეთთან არ იქნება და ჩვენ სამწუხარო შტაბს მოუწევს უკვე მის შეცვლაზე ფიქრი და საინტერესოა ვინ როგორ ფორმაში და კონდიციებში იქნება უკვე 11 ოქტომბრისთვის. ორი წამის საქმეს შეგახსენებთ ისევ აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და დაწერეთ კომენტარები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვსაუბრობ. გადავიდეთ ახლა ნიკა გაგნიძის ეპიზოდებზე. ვიდეოს დასაწყისში ვახსენე თუ ვინ იყო ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში და გაგნო იყო სწორედ. ძალიან მაგრა ითამაშა და აი ბონუსის თემა არის ჩვენი ნაკრებისთვის. კიდევ ერთი ახალი მაღალი დონის ნახევარმცველი დაგვემატა და აი პარალელი მინდა გავავლო, აი ხაზი მინდა გავუსვა განსაკუთრებით აი ქოჩორას თემას. ალბანეთთან გვახსოვს თუ რამხელა დანაკლისი იყო მისი არ ყოფნა და საერთოდ შეცვალა მთელი სქემა მაშინ ვილიმ და წავაგეთ ის თამაში და ანუ ეხა რომ ეგეთი რამე მოხდეს ქოჩორაშვილი არ იყოს დაახლოებით იგივე სტილის ნახევარმცველი დაგვემატა რა ნიკა გაგნიძე რომელიც box to box ძალიან კარგად თამაშობს და ანუ კადრები მინდა გიჩვენოთ უკვე ყველაზე მეტად რა გამისწორდა რა რომ უყურებდი მის თამაშს მომენტებს ანუ სცენარს წინასწარ კითხულობს რა კონკრეტულ იერიშს ბურთი თუ არ თუ ვაპრესინგებ თუ სულ ერთია ნუ ხედავთ ამ შემთხვევაში პრესინგის მომენტია როგორ გახედა წინასწარ მეტოქეს და იცოდა სად მივიდოდა ბურთი ანუ რამდენიმე წამში და წინასწარ გადადგა ნაბიჯები მიპრესა დავიბრუნეთ ბურთი ცენტრალური ნახევარმცველისთვის ყველაზე მაგარი უნარეთისება არის ის რომ წინასწარ თვლის მოვლენებს რა ორი ნაბიჯი როცა უსწრებ მეტოქეს რავი ხო გვახსოვს მოდრიჩი ინიესტა ნუ 9 ნაბიჯით იყვნენ წინ ძალიან მაგარი არის ესეთ რაღაცას რო ხედავდა გოლის ეპიზოდი ხო საერთოდ აქ ზურიკომ და გაგნომ ანუ დახატეს ამ თამაში ყველაზე მაღალი დონის მომენტი გუნდურად რო ავიღოთ იყო აი ეს რა ესეთი გოლი ძალიან სასიამოვნოა რომ უკვე ბევრჯერ გადავახვიე და უყურე ამ გოლს მასტერ კლასი იყო ნამდვილი ანუ აქ ჯერ ზურიკომ რა პასი გაუკეთა როგორ შეასრულა და გაგნიძე როგორ ამოვიდა უკან ანუ წაიკითხა რა თამაშგარის მომენტი დაიხია ხაზი ამოწია და წკაპ გადაუგდოს უკან და ანუ შეასრულა შემდეგ არ ვიცი ეს იყო ტოპ მომენტი ნამდვილად ნუ კიდევ ერთი ვიდეო მინდა განახოთ აქაც ანუ ცენტრიდან შეგვაქვს ბურთი ოდრამ მარჯვნივ საჯარიმოსკენ და იმ წამს როგორ ამოდის აქ თავისუფალ სივრცეში ხედავს სად უნდა იყოს მე კი არ დარჩი ანუ ეგრევე გაყვა შეტევას და აქაც ძალიან მაგარი პასი გააკეთა და მორიგი მწვავე მომენტი შეიქმნა რა. ჩემი აზრით ცოტა მეტ დროს მიიღებს მომავალში, ნუ შეაქეს კიდეც სამწუხარო შტაბში გაგნიძის თამაში და ნელ-ნელა კონკურენცია რომ მოიმატებს ნახევარდაცვაში. ეგ უკვე აი ის მეტი არაფერი არ გვეთქვის რა. რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სავალალო მდგომარეობა იყო ამ ხრივ, ანუ ქოჩორას ყვითელი რომ მიიღო ან დამტრეული იყო, აი რა ვქნათ და ვაი დედა იყო მთელი ამბები რა და ეხა უკვე კონკურენცია რო არის, მოკლედ მე პირადად ძალიან მოხარულია თქვენ რა სიტყვით როგორ შეაფასებთ გაგნიძის თამაშს გამოჩნდნენ ისეთებიც ვინც რავი უკვე ძირითადად შეითხოვს მის ჩასმას და მოკლედ რავი კაია რა კონკურენციაზე მაგარი არაფერი არ არის და დაწერეთ კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ახლა გადავიდეთ კვარას და ზუკას მონაკვეთზე უკვე ნელ-ნელა სიღრმისეულად ჩავშალოთ ტაქტიკურად ძალიან საინტერესო რაღაცები ვნახეთ ამ ორი ჩვენი ლიდერის შესრულებით ნუ პირველი აქ ხვიჩას ეს ვარდნა უნდა გაჩვენოთ დაცვაში რომ კვარა მაგრა თამაშობს ეს ნაპოლიდანაც ვიცით და უკვე პარი სენ-ჟერმენიდანაც ნუ ყველაზე კარგად დენზელ დუმფრისმა ითის მაგრამ ნუ ჩვენც ვიცით რომ კვარა დაცვაში ძალიან მაგარია ეხლა გადავიდეთ უკან ჩასვლებზე სიღრმიდან ბურთის ამოტანაზე ანუ ამ თამაშში ვნახეთ ის რაც იდეაში უნდა გვენახა თურქეთთან ანუ თურქეთთან არ მოგვეწონა ჩვენ ის რომ კაშოს და ლოჩოს უწევდათ ბურთის ამოტანა და იქ ქოჩორა და მექვაბა ეხმარებოდნენ და ნუ აქ ამდენმა ფეხბურთელმა ნუ კიტეიშვილი ვერ შექმნა საბოლოოდ რა და პრობლემები შეგვექმნა ამჯერად ძალიან თვალში საცემი იყო რომ ხვიჩა ჩადიოდა აი 4 ნომერის პოზიციაზე საკმაოდ ხშირად
მარჯვნიდან ზურიკოც უკან იწევდა და რამდენიმე ეპიზოდში ხა განახებთ როგორ შედის ხვიჩა ცენტრში ნელ-ნელა საყრდენებს ცველებს ბურთს უთამაშებს მარჯვენა ფლანგზე გადადის იქ ელოდება იქ ქუსლით მაგარ პასაკეთებს შემდეგ ამწვავებს ანუ რამდენი ანუ ცენტრალური ნახევარმცველი ასაც შევა იდეაში ხო გვინახავს ნებისმიერ ვარსკვლავი იღეთ გინაკიტეიშვილი როგორც თამაშობენ 8 ნომრები ან 6 ნომრები ისე მოიქცა ხვიჩა ამ შემთხვევაში და გაუმარტივა გუნდს ბურთის ამოტანა და ამას აკეთებდა მაშინ როდესაც ბულგარელები ხშირად ვერ თამაშობდნენ მაგრამ რამდენჯერაც პრესინგი დააპირეს იმდენჯერ ხვიჩა ჩავიდა და გუნდს დაეხმარა ბურთის ამოტანაში იგივე საკეთებდა ზურიკოც და ყველაფერი ჩანს კადრებში ვიხილეთ სასურველი ასე ვთქვათ გადაადგილება ჩვენი ფეხბურთელების ტაქტიკურად რა და ესეც ერთგვარი შეცდომის თვითაღიარება იყო ჩვენი სამწვრთნელო შტაბისგან, იმიტომ რომ სწორად მოქმედებდნენ ფეხბურთელები ამ შემთხვევაში რა. როდესაც კიტეიშვილი ჩაკვეტაძე არ არიან, ან ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები ვინც არიან ბურთთან, ან შენობით ურთიერთობენ და შეუძლიათ იქ ტანი ჩადგას და ამოიტანოს და რაღაცა იჭიდაოს, ეს ორი კაცია რა პირველ რიგში, ხო? კვარა და ზუკა. და ლოგიკური, ანუ ესე უნდა გვემოქმედა თურქეთთან შეხვედრაშიც. დაიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ ეს როლი როგორ მოგეწონათ კვარას და ზუკასი, ეს ცენტრში სიღრმისკენ შეწევა და ბურთის ამოტანა. თურქეთთან მაგალითად საპირისპირო თამაში ვიხილეთ, უფრო ფლანგებისკენ მოქმედებდნენ ორივე ძალიან აუტის ხაზისკენ და ეს ემსახურებოდა მეტოქის დაცვის ხაზის გაწელვას, მაგრამ იქ ცენტრში არ ყავდა შემდეგ ის ფეხბურთელები იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აი ამ შექმნილ სივრცეს უკვე დაარტყამდნენ და აითვისებდნენ. მოკლედ ველოდებით თქვენს კომენტარებს. და რა თქმა უნდა, კვარას კაპიტნობის თემასაც უნდა შევეხო, მოუხდა, მოიხდინა, ასე ვთქვათ, პირველად იყო თავის კარიერაში კი მეორედ. სულ კაპიტნის სამკლაურით. ანუ პირველად იყო, როდესაც რუბინიდან წამოვიდა ბოლო შეხვედრაში, ასე ვთქვათ, გამოთხოვების მიზნით, მისცეს კაპიტნის სამკლაური და ეხლა იყო მეორე შემთხვევა, უკვე ეროვნულ ნაკრებში მოიგო კაპიტნის სამკლაური და მამარდამ თქვა მათში შემდეგ, რომ ჩვენი ახალი თაობის ლიდერი იყო მოედანზეო და ეგრეცაა ნამდვილად. საომავლოდ შეიძლება უკვე ხანგრძლივად და ცვიხილოდ ეგ ამბავი. ამაზეც დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ხვიჩას და კაპიტნის სამკლაურის შესახებ. ახლა გადავიდეთ გულიაშვილის თამაშზე. კრიტიკული ვარ ამ შემთხვევაში და რაღაც კითხვები მაქვს რა. გულიაშვილმა საკმაოდ ბევრი დრო მიიღო, ითამაშა სომხეთთანაც, კაბო-ვერდესთანაც, ფარერებთანაც, თურქეთთანაც მიიღო დრო, ამჯერადაც მიიღო დრო, ანუ აბუაშვილს და კვერნაძეს საერთოდ არ მიუღიათ დრო, საპირისპიროდ რო ვახსენოთ. და ბევრი მომენტი ქონდა უკვე. სომხეთთან ვერ გაიტანა და იქეთ სამხანაგურებში ეგ ცალკე თემა არის. და თურქეთთან შეხვედრაში მაგალითად აქ ხედავთ პირველ კადრს, ძალიან მაგარი პასია აზაროვის სასურველად რო ჩამოეღო ბურთი შესაბამისად 1-1-ზე რჩებოდა. ამ მატჩში უკვე გაცილებით მტკივნეული მომენტები იყო, აი მე პირადად იმ მომენტზე, როდესაც 1-1-ზე გავიდა და ბუდუ სარიელ კარტთან იდგა უეჭველი გოლი იყო აქ, ანუ ბუდუ იქიდან წარმოუდგენელი რომ ბუდუს ვერ გაიტანა. ყაზაიშვილის თამაში გამახსენა, ესე ეგოისტურად ბოლოს ვაკომი მოქმედა სერბეთთან ის ცნობილი მომენტი მახსენდება, ჯანოს რო არ მისცა. 2-0 ხდებოდა. ცოტა ეგოისტური მომენტი იყო და გუნდელების გაუწყდნენ მე რა, მეორე ეპიზოდში უკვე როცა ლომინაძე რომელიც სხვათაშორის ძალიან კარგად შემოვიდა ამ შეხვედრაში, ჩაჭრა ბურთი და მაგარი კონჩეტება წამოიღო და ანუ იდეალურ მომენტში მისცა პასი, ანუ მთელი გუნდი გადაიყვანა იქეთ მარჯვნივ. და აქეთ მარტო დატოვა გულიაშვილი და დატოვა ძალიან მაგარ სიტუაციაში, უნდა შეეგდო აქედან რა და სამწუხაროდ, ანუ რაღაცა ცოტა ფსიქოლოგიური მომენტიც აქვს ნაკრებში რა, იმიტომ რომ კლუბში როცა თამაშობს, საოცარი გოლები გააქვს და ანუ გოლის ალღო ამ ფეხბურთელს ნამდვილად აქვს. ამას ვერ წავართვებთ. შესრულებას იცის და ლამაზი გოლებიც გააქვს, მაგრამ ნაკრებში რაღაცა ვერ გაიხსნა და მეტ დროს აძლევს სამწუხაროდ შტაბი და აქაც რო კონკურენცია შემოვაგდოთ, ანუ კარგად იმოქმედოს შეიძლება რა. იგივე აბუაშვილმა რომ მიიღოს მეტი დრო კვერნაძემ, მე პირადად ველოდი რომ 10 წუთს, 5 წუთს მიიღებდნენ ეგენიც რა. მაგრამ ამჯერად ესე არ მოხდა, მაგრამ სამავალოდ იმედი მაქვს რომ მიიღებენ. თქვენ რას ფიქრობთ კონკრეტულად გულიაშვილის თამაშზე და კვერნაძე აბუაშვილის კონკურენციასთან დაკავშირებით, ანუ ვის მისცემდით უფრო მეტ დროს სათადარიგო და სკამიდან? ახლა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მამუშაშვილის თამაშზე, ერთ-ერთი კაცი ეროვნული ლიგიდან, რომელსაც ითამაშა ამ შეხვედრებში, შემოვიდა ჯერ ითამაშა ნახევარდაცვაში. უნივერსალი რო არის, ალბათ ბევრად თქვენგანმა იცით. და შემდეგ უკვე კაკაბაძე რო შეიცვალა, მარჯვენა მცველად გადავიდა რა. ასევე ნათამაშები აქვს ვინგბეკადაც ხუთცველიანში. მოკლედ, ანუ ცენტრალურ ნახევარმცველს, მარჯვენა მცველს და მარჯვენა ვინგბეკს სამივეს თამაშობს.
ფიზიკურად გამოირჩევა შესაშური მომზადებით, ყოველთვის აი რკინაა რა, არ იღლება. 120 წუთი შეუძლია ირბინოს. კაი დარტყმა აქვს, ტექნიკური არის საკმაოდ, ჯარიმებსაც კარგად ურტყამს და ასე შემდეგ და საიმედოა რაც თავარი, ანუ რა დავინახე ხა მე რა პერსპექტივას ვშლი ხა და თქვენც გამომყევით კომენტარებში გავშალოთ ეს თემა მე მარჯვენა მცველის პოზიციაზე ხო ნუ მარცხენაზე მეტად არ გვიჭირს, მაგრამ მარჯვნივაც გვაქვს პრობლემები, ანუ მარტო კაკაბა გვყავს და დაუშვათ რაღაცა მოხდა და რა ვშვებით. გოჩოლეიშვილის საკმაოდ შემტევია ეს ყველა მიცით და ბევრჯერ გვიხსენებია და 5 წელში თუ ვენდობით ხოლოდ გოჩოლას რა და აი 4-3-3-ში რა ხდება კაკაბას რო რამე მოვიდეს და აგერ მამუჩაშვილის ვარიანტი შემოვაგდე მე რა ანუ იზახებენ დიდი ხანია და უთამაშია და თქვენას იტყვით ეგ თქვენი აზრი მაინტერესებს რა რამდენად თვლით ნომერ მეორე ვარიანტად 4 წელიან სისტემაში რა თუნდაც 5-ში რავი მამუჩაშვილის კანდიდატურას მე პირადად საკმაოდ დამაჯერებლად ვიჩვენება და სხვა თამაშებში პრინციპში ცრუსხიანშიც რამდენჯერმე კადრებშიც მოხდა მამუჩას თამაში საკმაოდ შვიდად და ნაკლები შეცდომით მოქმედებს მოედანზე. მე პირადად ძალიან მომწონს. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს ეს კაცი და რაღაცა ლეგიონერი არ არის ტოპ 5 ლიგიდან და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მოკლედ ველოდები ამ თემაზე თქვენს კომენტარებს. ეხლა აუცილებლად უნდა შევიხოთ წინა ვიდეოს, რომელზეც დაიწერა 1200 კომენტარი, ამისთვის ცალკე მადლობა და ასევე მადლობა იმისთვის, რომ კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა იყო ძალიან ღრმა ანალიზის, საინტერესო მსჯელობა. გადმოცემის უნარი შეინიშნებოდა მაღალი დონის და კორექტულობის ჩარჩოები იყო დაცული, ძალიან სასიამოვნოა და ამაყი ვარ ამ ყველაფერს ვუყურებ, ძალიან სასიამოვნო საფეხბურთო სივრცე ჩამოგვიყალიბდა ცრუცხრიანს და მოკლედ ესე გავაგრძელოთ. და რა თქმა უნდა, არასდროს მოგვერიდება ჯანსაღი კრიტიკა და ქება არავის, მოკლედ ცრუცხრიანი ასევე გააგრძელებს. მივადექით გათამაშებას, მოკლედ აგიხსნით წესებს, რომელიც არის უცვლელი 2000 ლაიქზე ავდივართ, გათამაშება ეგრევე ირთვება ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაწეროთ კომენტარები და შემდეგ 20 საინტერესო მათგანს ავარჩევ და ჩვენი პარტნიორი რეტრო სახლის მაისურებს მოიგებთ ნებისმიერს კლუბი ნაკრები რეტრო სულ ერთია, მოკლედ წესები არის უცვლელი და მარტივი, ამას ყოველთვის გახსენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ახლა კი საინტერესო თემით მინდა დავასრულო. მატჩის შემდეგ ხვიჩამ ძალიან აი გულს რო ედება ისეთი სიტყვები თქვა და მომავლის იმედს რო გისახავს. რა კალათბურთელების გამარჯვება ხო ვახსენე დასაწყისში რომ ფავორიტები გამოაგდეს. და ნუ ყვარა სიტყვები იყო ის რაც გინდა კაპიტანმა, გინდა მოედანზე გუნდის ლიდერმა უნდა თქვას და გააგონოს გუნდელებს და რა თქმა უნდა მაყურებელსაც. ბევრჯერ დავამტკიცეთ რომ ყველა გუნდთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. ოქტომბრისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. კლუბებში ვითამაშოთ და იდეალურ კონდიციებში დავბრუნდეთ, რათა ოქტომბერში ორივე თამაში წარმატებით დავასრულოთ. ასე რომ ბიჭებო, ოქტომბრისთვის აუცილებლად საუკეთესო კონდიციებში უნდა იყოთ, რა პირველ რიგში ყველას ალბათ კიტე და ჩაკვე მოგდის გონებაში რა, რომ პირველ რიგში მაგ ხალხის დაბრუნებას ველოდებით. რავი, აბა ყვარას ჯერა, მე პირადადაც ჯერა რომ შეგვიძლია თქვენ თუ გჯერათ, რა სიტყვით? დიდგორის ომში თურქ-სელჩუკები 3 მეტრი იყვნენ ჩვენზე და ძლევა ესაკვირველი იყო, რამენაირად 11-11-ზეც მოუგებთ თურქეთს, არ არის ამაში არაფერი გასაოცარი, სადაც საქართველოს, რომელიც აუტსაიდერი იყო, ეგრე კალათბურთში, საფრანგეთი გამოაგდო, გაუშვა სახლში, იქ ფეხბურთში შესაძლებელია ეს ყველაფერი. მოკლედ დღეისათვის ეს იყო ცრუცხრიანი საკმაოდ მალე დაბრუნდება, მაგრამ უფრო მალე დაბრუნდება კონტრშეტევა, რომლის ახალი ეპიზოდი ძალიან მალე გელოდებათ რამდენიმე დღეში და საინტერესო თემა იქნება მანდ. მე და დიმა რეგიონებში გავედით და ახალ კიტეიშვილს მივაგენით, ასე რომ კრისტალ სპორტის YouTube აქვს ადონეთ თვალი და არ გამოტოვოთ კონტრშეტევის შემდეგი ეპიზოდი.